ხამენეი მოკლეს. რა მოხდება ახლა? ირანის ისლამური რეჟიმი კრახთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ისტორია, რომელიც კინოთეატრში 400 უდანაშაულო ადამიანის დატყვევებით, მათზე საავიაციო ნავთის გადასხმით და დაწვით დაიწყო, სრულდება ამერიკის და ისრაელის ავიაიერიშების შედეგად. გავა თუ არა საქმე ბოლოში, შეიცვლება თუ არა ირანში რეჟიმი და როგორ შეიძლება გავითარდეს მოვლენები ახლა, როდესაც ხამენეი მკვდარია, ასევე ლიკვიდირებული არის ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი. დღევანდელ ეპიზოდში ამაზე ვისაუბრებთ. გამარჯობა, დღეს 1 მარტია 2026 წელი. თქვენ უყურებთ პროექტს სოფლიო კონფლიქტები. მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი და ხართ არხზე თავისუფალი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, დღევანდელ თემაც ირანის გარშემო იტრიალებს, გვექნება საუბარი იმაზე თუ როგორ შეიძლება გავითარდეს მოვლენები. მადლობა ყველას, ვინც უყურებთ არხს, ვინც ხართ არხის გამომწერი, ალაიქებთ ვიდეოებს, აზიარებთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიურობთ კომენტარებში. ვისაც ეს ჯერ არ გაქვთ აკეთებული, უმორჩილესად ვთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიურობთ კომენტარებში. განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც დონაციით არის დაკავებული, არხი მხოლოდ შემოწირულობით არსებობს, ვისაც გაქვთ დონაციის სურვილები, აღწერაში ანგარიშის ნომერია. ახლა კი დავიწყოთ დღევანდელი ეპიზოდი, როგორც გითხარით, თლიანად იქნება მიმართული ისევ ირანის გარშემო, გუშინ, როდესაც აი ეს ავიადარტყმები და სარაკეტო დარტყმების გაცვლა მოხდა, დასაწყისში ვერავინ წარმოვიდგენდა, რომ ხამენეი გუშინვე მის ლიკვიდაცია გუშინვე მოხდებოდა, თუმცა გვიან საღამოს ეს უკვე დადასტურდა. დღის განმავლობაში იყო მსგავსი ტიპის ინფორმაციები, თუმცა ირანულმა მხარემ უარყოდა და აანონსა, რომ სიტყვით მიმართვაც იქნებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, და უკვე დადასტურებულად მისი ლიკვიდაცია მოხდა. როგორ უნდა შეიცვალოს ხამენეი? როგორ შეიძლება გავითარდეს მოვლენები, უნდა ველოდოთ თუ არა შაჰის მემკვიდრის პრინცის ჩასვლას ირანში. ჩვენ ვიცით, რომ გავცედა ინფორმაციები მათ შორის იმის შესახებ, რომ უკვე გარკვეული დემონსტრაციები გაიმართა და ის ისევ სისხლში ჩაიხშო. გარდა ამისა, გუშინვე პრინციპში უნდა ითქვას, რომ ხამენეის საკმაოდ დიდი მხარდაჭერი აქციაც გაიმართა თეირანში. დღეს უკვე 40 დღიანი გლოვა გამოაცხადა რეჟიმმა, აუცილდება კადრები, სადაც თეირანში ხალხია გამოსული ქუჩაში და ხამენეის გარდაცვალებას გლოვობს, თუმცა პარალელურ რეჟიმში ოპერაცია გრძელდება. ორი ნაწილისგან იქნება დღევანდელი ეპიზოდი, თავიდან ვისაუბრებთ იმაზე თუ რა მოხდება ხამენეის შეცვლის შემდეგ, ლიკვიდაციის შემდეგ და ზოგადად გეოპოლიტიკური ვითარება როგორ შეიძლება გავითარდეს. მეორე ნაწილში კი უკვე ვისაუბრებთ იმაზე თუ რა ტიპის სამხედრო ოპერაცია არის, რა ძალები გამოიყენეს მხარეებმა, როგორ მიმდინარეობს სამხედრო სპეცოპერაცია. და ასევე კიდევ ერთ საკითხს შევეხები, რა ტიპის დახმარებას აწვდიდა ისლამური რეჟიმი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ და ახლა რა შეიძლება ამ მიმართულებით შეიცვალოს. პირველი სტუმარი ბაკო ხელაძე იქნება, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ირანზე ორიენტირებული, გუშინაც ის მყავდა და ვინც ნახა ვიდეო, პრინციპში მისი ეს ვარაუდები და ანალიზი გამართლდა, ხოლო მეორე ნაწილში უკვე გიგაინაშვილი ისაუბრებს, გუშინაც უნდა ყოფილიყო, ვინც აქტიური მაყურებელია იცის, თუმცა გუშინ ვერ მოახერხა, დღეს უკვე დანამდვილებით იქნება და ისაუბრებს სწორედ სამხედრო ოპერაციაზე და იმაზე თუ რა კავშირი იყო ირან-რუსეთს შორის და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი აისახოს ფრონტზე. მოკლედ დავიწყოთ, ახლა ხაზზე არის უკვე ბაკო ხელაძე. გამარჯობა, მადლობა, რომ დრო ისე ვიპოვე. პრინციპში გუშინ ჩვენ რომ საუბრობდით, მაგ დროს მე პირადად ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს უკვე ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ საუბარი გვექნებოდა. ხამენეი ლიკვიდირებულია, რა იქნება ახლა? პრინციპში შემცვლელი დასახელის როგორც ხვდები დროებითია ეს თუ აი როგორ უნდა გავითარდეს ახლა მოვლენები? მოკლედ აქ არის მნიშვნელოვანი კონსტიტუცია. გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ყველაფერი კონსტიტუციის გზით წავა. რა თქმა უნდა, იქ შიდა დინებები და შიდა ბრძოლები გადაწყვეტს ყველაფერს, მაგრამ მაინც ხო რაღაც ყველაფერს თავის ჩარჩო აქვს. ამ შემთხვევაში, ესე იგი არსებობს კონსტიტუციაში გაწერილი ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს რახბარის გადაწყვეტების შემთხვევაში და ასე შემდეგ. ამიტომ ვერანაირად ვერ აუვლიან გვერდს ამ პროტოკოლს და გარკვეულ აი ამ ჩარჩოებს. შესაბამისად, ეხლა გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ გამოცხადებული არის ესე იგი დასავლურად რო თქვა პრინციპში ტრიუმვირატი, რომელშიც გაერთიანებული არის სასამართლოს ხელმძღვანელი მოჰსენ ეჟეი, პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი და ასევე ცოტა ხანში შეუერთდება აი ამ ორ ადამიანს მესამე ქართულად იქნებოდა უფრო სწორი მეთვალყურეთა საბჭოდან. არის იგივე 12 კაციანი შემადგენლობა, რომელიც
აი საკანონმდებლო ესე იგი მიმდინარეობა ზოგადად ყურადღებას აქცევს ხოლმე ირანში, რომ აი პარლამენტმა არ მიიღოს ესეთი კანონი, რომელიც არ ჯდება ხოლმე აი ისლამურ ჩარჩოებში. ანუ ეს 12 კაცი არის მაღალი რანგის სასულიერო პირი, რომელიც ძალიან შეიძლება 30 წლიანი განათლებაც კი კონდეს მიღებული აი ამ სფეროში. ცოტა ხანში ვიხილავთ ვინ იქნება ეს მესამე, მაგრამ ნუ გასაგები არის რომ აი ახლა არც ფეზეშქიანი და პრინციპში არც ეჟეი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პოლიტიკური ფიგურა, რომ რამეზე ზეგავლენა მოახდინონ თვითონ პირიქით. ფეზეშქიანი რამდენი ხანია იძახის, რომ არა ვარ ბატონო მე პოლიტიკოსი, მე ვარ კარდიოქირურგიო და გამაკეთებინეთო ჩემი საქმე. ნუ ხშირ შემთხვევაში ძალიან სასაცილოც იყო ხოლმე, რომ პრეზიდენტს რო გეკითხებია რაღაცას და შენ ეგეთი პასუხი გაქვს. რაც შეეხება თვითონ ეჟეიც ხო ხშირად ებმეოდა ხოლმე ესეთი სახალისო და ნუ რამდენად შეიძლება უწოდოთ ახლა აი მაგას სახალისო ზოგჯერ სატირალიც იყო ხოლმე აი ძალიან ცნობილი ვიდეო არის სტპენას ასწავლის ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე აი ეგ უნდა ნახოთ ხო და აი ეგეთი ხალხია მოკლედ ამ სამიდან ორი ხო მნიშვნელოვანი რა არის კიდევ აი ბოლო პერიოდში ეს მასუდ ფეზეშქიანი თვითონ როგორც ასეთი ინდონეზია იყო დამოკიდებული ალი ლარიჯანიზე, რომელიც ეხლა ბოლო პერიოდში მთავარი ფიგურა იყო და პრინციპში ხამენეიმ გამოაცხადა, რომ აი ეს კაცი უმხემძღვანელებს ქვეყანას ომის შემთხვევაშიო. აი ესეთი ინფორმაციაც გავრცელდა დასავლურ მედიაში, რომ ჟენევაში მოლაპარაკებისას საგარეო საქმეთა მინისტრი ურეკავს პრეზიდენტს, რომ კოორდინაციაში იყოს და პრეზიდენტი ეუბნება, რომ იცი რა მე არ შემეძლია ეს გადავწყვიტო. ალი ლარიჯანის უნდა დაურეკო. და აი გაცეცხლებული ყოფილა ამაზე არ აღჭი, რომ რანაირად ну, ამაზე პასუხი ქონდა ისე რომ რა ვქნა, მე ერთი კარდიოქირურგი ვარ. ხო და მოკლედ, აი ეგეთი სიტუაცია გვაქვს სამკაციანი საბჭო, რომელმაც დროებით უნდა მართოს ქვეყანა. ამავდროულად არის არჩევნების სისტემა, აი ამ ესე იგი ლიდერის სახალხო ენაზე ლიდერი რო ვთქვა, თორე რეალურად ამ თანამდებობას ქვია ისლამური რევოლუციის ლიდერი, რაჰბარე ჯომჰურიე, არის ბოდიჩ რაჰბარე ენყელაბე ისლამი ეგრე. ხო და მოკლედ ეს აი ამას არჩევს 88 კაციანი საბჭოა, რომელშიც შედიან სასულიერო პირები და სასულიერო განათლების მქონე ხალხი და ასევე საერო. ეს საბჭო, როგორც ასეთი წელიწადში სულ ფორმალურად იკრიბება ხოლმე ორჯერ, რომლებიც ასე თუ ისე ვითომ წყვეტენ ხოლმე გაუგრძელონ თუ არ გაუგრძელონ რაჰბარს, მოკლედ რა, მაგრამ ეს ძალიან აი რა ვთქვათ, აი ძალიან ფორმალურია ხოლმე აი ამ საბჭოს შეკრება, მაგრამ ამ შემთხვევაშია უკვე აღარ არის ფორმალური, იმიტომ რომ უნდა აირჩიონ. ვინ იქნება ალი ხამენეის მემკვიდრე. აი ახლა ნახოთ ვინ იქნება. ანუ ლაპარაკი იყო რომ სამი კაცი ხდება შერჩეული თვითონ ალი ხამენეის, სანამ მოკვდებოდა, უпроსტად აი ამ როცა აი მის უთხოვებას ესე პირდაპირ დაემუქრე 12-იანი ომის დროს. და მაშინ თქვა რომ ეს სამი კაცი, თქვა ეს ჩემი ფავორიტია, მაგრამ თვითონ ისევ კონსტიტუციას და აი პროტოკოლურ წესებს დაუბრუნდეთ. ამ შემთხვევაში მაინდა-მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეარჩია, მაინც საბოლოო ჯამში ისე დალაგდება ყველაფერი, როგორც აი თვითონ დალაგდება. კი, რაც ინფორმაცია გავრცელდა, ახლა დროებით ლიდერად, ასე ვთქვათ, შეარჩიეს ალირეზა არაფი. რა ვიცით ამ კაცზე და ზოგადად ვინც არ უნდა იყოს მერე, რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ მისი ავტორიტეტი როგორი იყო ირანში და აი ამ მიმართულებით რა კანდიდატები არსებობს, ვინც თქვათ ხამენეის მეორე კაცი იქნებოდა ასე. ალირეზა არაფი არჩიეს აი ამ სამი ხონდა იყოს ახლა ეს ტრიუმვირატი. და ეს მესამე არის სავარაუდო ესეც ისე არის. ამ 12 კაციდან არის შერჩეული ეს? ეს ზუსტად იმ 12-დან, აი იმ 12-ის სწავლულიდან, როგორც ესე ეძახიან რა. არის ერთ-ერთი, რომელიც ამ სამეულში იქნება მოაზრებული, მაგრამ თვითონ აი ახლა ესე რომ უმაღლესი ლიდერი გახდეს, მე მგონი არაფი მაგაში არ მოიაზრება. თავიდან ყოველთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი ეს იყო თვითონ ალი ხამენეის შვილი, მოჩსაბა ხამენეი, რომელსაც მოიაზრებდნენ, რომ ყველაფრის უკან ეგ იდგა. სადღაც 2006 წლიდან. აი ესე აქტიურად მაგ პერიოდიდან დაიწყო არჩევნებში, აი პოლიტიკაში მონაწილეობა, მაშინ არჩევნები იყო და აჰმადინეჟადის მოყვანა როგორც ასეთი ხელისუფლებაში ჭალებში ბრალდება ზუსტად მოჩსაბა ხამენეის. და აქედან შემოდის მის უკან დგანან ესე იგი ძალოვნები თვითონ მოჩსაბაზე უნდა ითქვას რომ არცი ახალგაზრდა უკვე სადღაც 60 წლის უნდა იყოს და ომში მონაწილეა, ანუ ომში მონაწილეობდა
აქტიური სამხედრო იყო და შესაბამისად აი ეს ურთიერთობები სამხედროებთან და ზოგადად ძალოვნებთან აი იქედან ჩამოუყალიბდა და იქედან მოყვება აი ეს ბექგრაუნდი. და გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვილიც მოკლეს და ანუ სხვაზე არის საუბარი თუ უბრალოდ არ დადასტურდა ეს ინფორმაცია. არა, ამაზე იყო საუბარი, მაგრამ აი ეხლა მეც რაც ვნახე სხვადასხვა წყაროები, რომლებიც რა თქმა უნდა არ ვენდობი ეხლა უბრალოდ ეს ყოველდღიურად იმდენი ჭორი იყრება, აი არასერიოზულია ხოლმე უკვე. მაგრამ ნუ თავარი ფიგურა, ვისაც განიხილავდნენ ბოლო წლებში ძალიან აქტიურად და თითქმის აღარც მალავდნენ, უკვე ეს იყო მოშტაბა ხამენეი. მეორე ფიგურა ეს იყო პირველი რაჰბარის, ანუ ხომეინის შვილიშვილი ჰასანი, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდაა, სადღაც 45 წლის არის ეხლა და მასაც ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, ნუ შეიძლება ითქვას, რომ აი თუ აი ესე კლასიკურად სასულიერო განათლების კუთხით და ესე ვიმსჯელებთ, უფრო მეტი მონაცემი აქვს სიტყვაზე ვიდრე მოშტაბას. თორე აი წმინდა სასულიერო ხაზით არის მოსული აი მოშტაბა, აი სამხედროობა გაიარა, აი ბიზნესში იყო, ანუ ფიგურა ესე თქვა, აი ქალაქურად თბილისურად რო ვთქვა, გაჩითული ტიპია მოკლედ აი ირანულ საზოგადოებაში, მაგრამ ეს ჰასანი უფრო აი სასულიერო პირი არის, აი აქედან წამოსული ადამიანია, თან მის ზურგს უკან დგას ბაბუა, დიდი აი ამ ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებელი და მნიშვნელოვანი ფიგურა არის. მესამე ვისაც განიხილავდნენ, ეს იყო აი ეს წინა პრეზიდენტი არა და აი მის წინა, ჰასან რუჰანი, რომელიც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, აი დიდი პოლიტიკური კარიერა ჰქონდა, მანამდე ასევე აი სამართალმცოდნეობაშიც ისეთი არა მარტო ისლამურში დასავლური განათლება გლაზგოს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. რაც უნდა გასაკვირი იყოს. ისე როგორც კიდე ბევრ სხვა იმ ადამიანს, ვინც ეხლა დასანახად ვერ იტანს დასავლეთს ირანში. ძალიან მაგარი უნივერსიტეტები აქვს დამთავრებული, სტენფორდი და ჰარვარდი და ასე შემდეგ. მაგათ შვილებზე აღარ ვლაპარაკობ უკვე. და შესაბამისად ეს რუჰანიც მოიაზრებოდა, ოღონდ აი ეს რუჰანი უფრო ესეთი ფიგურა იყო, რეფორმისტი, რაღაც უფრო რაფინირებული, დასავლური განათლებით და ასე შემდგომ. მაგრამ აი ბოლო წლებია, განსაკუთრებით აი ბოლო წლები მისი პრეზიდენტობის, მისი დისკრედიტაცია მოხდა რაღაცნაირად და მაქსიმალურად გარიყვა პოლიტიკური ველიდან. აი ბოლო აი ხა რამდენიმე დღის წინ მაგალითად გამოჩნდა ეგეთი დახურულ წრეებში ინფორმაცია, რომ ჰასან რუჰანი იყო ჭყალებში აი წონაია ლაშატკას ესე რომ დავარქოთ დასავლეთის, რომელმაც აი ამ პროტესტების დროს ცადა გადატრიალება, მაგრამ არ გამოუვიდა. და შესაბამისად და ხო, ამაში აი ამ გადატრიალებაში აქ მოხდა დატაკება ლარიჯანის და მის ფლანგს შორის. ლარიჯანი ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ხამენეის და აი ამ დაჯგუფებას და მოკლედ მათ კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს ამაზე. მეოთხე ფიგურა ეს არის ალი ლარიჯანის ძმა, სადეყი ამოლი ლარიჯანი, ძალიან სერიოზული ბექგრაუნდის მქონე ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში აი ამ სასულიერო მიმართულებით იყო და გარდა ამისა არის ძალიან მაგარი მცოდნე ისლამური სამართლის. და აი სანამ რაღაც პერიოდი ეს ლარიჯანები საერთოდ ძალიან საინტერესო ოჯახი არის. მამა იყო ამის პატრიარქი, ესე იგი დიდი აიათოლა, და 5 შვილიდან იყო რაღაცა პერიოდი, როცა 5-ვე შვილი ერთდროულად იკავებდა უმაღლეს თანამდებობას. დავი რას? ალი ლარიჯანი ეს იყო პარლამენტის სპიკერი, სადეყი ეს იყო სასამართლო ხელისუფლების ესე იგი მთავარი ფიგურა, ანუ ეს სასამართლოს ხელისუფლების ლიდერი რო ხარ ირანში, ეს ძალიან დიდი ესე იგი ძალაუფლებაა, იმიტომ რომ აი პრეზიდენტს უტოლდება თავისი ძალაუფლებით და თავისი გავლენებით. მესამე ძმა იყო თეირანის უნივერსიტეტის რექტორი, კიდევ ერთი ძმა იყო იქ მაშინ აი ამ ტელეკომუნიკაციების და აი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ზოგადად აი ამ მედიის ხელმძღვანელი რაღაც პერიოდი, რამდენიმე წელი, აი ამ ოჯახმა მთლიანად ჩაყალაპა აი ეს მთელი სისტემა. და შესაბამისად გაჩნდა უკვე რაღაცა შიშები და ერთი ხელის მოსმით, სადღაც აი უკვე რუჰანის პერიოდში, აი ეს 5-ვე ძმები გაწიეს გვერდზე. და იქ ლარიჯანი საერთოდ უთხრეს, რომ მოდი შენ აქტიურ პოლიტიკას მოშორდი. და რაღაც აი ჩინეთის საკითხები ჩააბარეს, კი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, ხა ეს ჩინეთთან მოლაპარაკება, რომ 25 წლიანი სტრატეგიული
ესე იგი ხელშეკრულება გაეფორმებინა ირანსა და ჩინეთს შორის, მაგრამ აქტიური პოლიტიკური ფიგურა აღარ იყო. პარლამენტიდან გვერდზე გაწიეს, იქ შიდა ამბებიდანაც და ასევე. ხო და აი სანამ ესეთი აქტიური იყო ამ ლარიჯანების ოჯახი, თუ იმეს განიხილავდნენ ალი ხამენეის ესე იგი მომავალში მის ჩამონაცვლებლად იყო ეს სადეყიც. და შესაბამისად ეს კაცი არსად არ წასულა. ანუ ისევ ის ფიგურაა, ისევ ის იმ ცოდნით, იმ გამოცდილებით და თუ საჭირო გახდება, აქვს მას აი ამისი ამბიციაც, როგორც ვიცი და პრინციპში გავლენაც, რომ აი ეს ლიდერის მანტია მოირგოს. აი ეს არის ძირითადი ვიზეთ შეგვიძლია ახლა ვილაპარაკოთ, კიდე შეიძლება თქვა მაგალითად აი წინა პრეზიდენტსაც მაგალითად ყოველთვის ჰქონდა მაგის სურვილი ებრაჰიმ რაისის პრინციპში დეკლარირებულ დონეზეც კი რომ აი მე უნდა ვიყო. მაგრამ აი ძირითადად მაინც ეს ხალხი არის. ახლა ვინ შეგვიძლია განვიხილოთ აი მომავალ ლიდერად. თუმცა ნახოთ როგორ დაალაგდება, იმიტომ რომ თვითონ აი პირველად როცა შეარჩიეს ეს ლიდერი, ანუ ალი ხამენეი როცა შეარჩიეს ხომეინის სიკვდილის მერე, საერთოდ არავინ არ ელოდა რომ ალი ხამენეი გახდებოდა ლიდერი. ამისი არანაირი მონაცემი ჰქონდა, აი განათლების ბექგრაუნდიც კი არ ჰქონდა, ის იმას ვერ აკმაყოფილებდა იმ დონეს თავისი განათლებით, რომ ეს პოზიცია დაეკავებინა, მაგრამ იმ პოლიტიკური ინტრიგების წყალობით, რომელიც საერთოდ მას არ ჩაუხლართავს, სხვებმა ჩახლართეს ამ კონკრეტულად რაფსანჭანი. აი მაგის გამო მოხვდა იქ სადაც მოხვდა და მე კარგად გამოიყენა, ანუ კარგად იმ გაგებით, რომ ყველა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს გაუსწორდა. მათ შორის იმ ხალხს, ვინც ეგა ის თანახმად ჩვენ საუბრობთ იმ სცენარზე, თუ კი რეჟიმი გადარჩა, ხო, პრინციპში. ახლა ვისაუბროთ იმაზე, რამდენად დარჩა რეჟიმს ძალა, რომ გადარჩეს, იმიტომ რომ სახელმწიფო დარტყმები გრძელდება, ოპერაცია არ დამთავრებულა. კი ანაცვლებენ იგივე თავდაცვის მინისტრს, იგივე ყველა მაღალჩინოსანს ვის ლიკვიდაციაც ხდება, აი ამ დარტყმების დროს ამათ ანაცვლებენ, თუმცა რესურსი ამოწურვადია, ხო, ისე როგორც ადამიანური, ასევე შეიარაღებაც, მით უფრო რომ ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი ჰქონდა ჩამოგდების ირანულ მხარეს, ხო, ანუ თითქმის ყველა სამიზნეს მოარტყეს. რამდენად დარჩა რეჟიმს ძალა, რომ გადარჩეს? ხო, აი მაინც ასე თუ ისე აი ტექნოლოგიების განვითარდა, ყველაფერი წინ წავიდა, მაგრამ გეოგრაფია მაინც თავისას შვება. ირანი არის ტერიტორია, რომლის 70%-ზე მეტი არის მთები და უდაბნო. ძალიან რთულად დასამორჩილებელი ქვეყნის რელიეფია. შესაბამისად, აი სამხედრო ოპერაციის ბოლომდე ყველაფრის მიყვანა ძალიან რთული იქნება. ერთის მხრივ რომ ფინანსურად და ტექნიკურად შესასრულება ძალიან რთული იქნება, აი ეს გეოგრაფია, ესე რომ ვთქვათ, ირანის თან წყევლაც არის და თან ფარიც. ამიტომ აი ეს ფარი რაღაცნაირად მაინც იცავს სისტემას და გარდა ამისა, აი ეხლა დღეს იყო ძალიან კარგი მაგალითი. აი ყოველთვის ვამბობდი ხოლმე მაგას. აი უყურებ ძირითადად ხალხი ირანს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენიდან 600 კილომეტრში არის მათი საზღვარი დაშორებული, ყველა მაინც უყურებს ძირითადი მეინსტრიმული მედიების გავლით. და ეს მეინსტრიმული მედია ყოველთვის გაჩვენებს იმას, რაც უნდა რომ გაჩვენოს და არა ის, რაც შენ გინდა დაინახვან სიტყვაზე რაღაც რეალობასთან არის მიახლოებული. ხო, აი თითქოს აი ხა მეინსტრიმ მედიას რო უყურო, დაგანახებს ისე რომ ირანის მთელი მოსახლეობა განწყობილია იმისთვის, რომ აი ეს სისტემა წაშალოს, გადააყირაოს და აი ყველაფერი დამთავრებულია რა. დღეს ეხლა რაც ნახე ძირითად ქალაქებში თითქმის ყველგან გამოსვლა არის, აი ეს სამგლოვიარო გამოსვლები და ძალიან დიდი გამოსვლებია. არის ზოგადად ჩემი თვალითაც მინახავს, რომ ეგ პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა ირანში, რომ ეს მობილიზება ხდებოდა, თქვა რაიონებიდან და ასე შემდეგ ხალხის ჩამოყვანა რაღაც აი მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ან თქვა ისეთი აი რაღაც ანტიამერიკული რაღაც ისეთი ხელოვნური გამოსვლები რო ქონდათ ამისთვის, მაგრამ ეხლა ხო აი მაგისი არც რესურსი აქვს, არც თავი აქვს. ეს არის ძალიან სტიქიურად გამოსული ეს ხალხი. ხშირ შემთხვევაში მე ყველაზე არ მომწონს, ეხლაც იქნება რაღაც მობილიზება, მაგრამ აი მობილიზებას ხო უნდა იყოს ისეთი ადამიანს თუ არ უნდა იქ მოსვლა, ძალით ხო ვერ მიათრევ, მით უმეტეს როცა თავზე გამანადგურებლები დაფრინავენ. ანუ ირანში მაინც ასე თუ ისე ხარდაჭერი მასა არსებობს. და ეგეც მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ანუ ის რომ რეჟიმი დაასრულონ,
და ეს სისტემა როგორც ასეთი ისლამური რესპუბლიკა გაქრეს, აი თვითონ რელიეფიც რო არ იყოს ამის ხელშემშლელი, საზოგადოება არის თვითონ ძალიან ამხრივ, ესე ვთქვათ, ჩამოუყალიბებელი და ბოლომდე ვერ წყვეტენ, უნდა თუ არ უნდა. ვიღაცებს მაინც უნდა, ვიღაცებს არ უნდა. ხო, მოდი აი კი, ძალიან უხეშად აი ძალიან არ მინდა რომ ეს მოხდეს, მაგრად არ მინდა გულით ეს რომ მოხდეს, მაგრამ სირიიზაციის სერიოზული შანსები არის. აი ძალიან უხეშად და პოპულისტურად რომ შევადაროთ. აი რაც ანტი სამთავრობო გამოსვლები იყო, რომელიც სიცხში ჩაახშეს, ეგ უფრო მასობრივია თუ ის, რაც თქვა დღეს და გუშინ იყო მხარდაჭერი და გლოვის. აი ძალიან უხეშად რა, მესმის რომ შეიძლება არ იყოს შედარება. მაგალითისთვის რომ თქვა, აი შედარება რომ გააკეთო ზოგადად ორი რაღაცის, აი ამ ორივე შესაძლებელ ობიექტს კარგად უნდა ხედავდე. ირანის შემთხვევაში არასდროს არ ჩანს ხოლმე ეს ობიექტები, რომ რაღაცას დააკვირდე კარგად ან რაღაცა შეისწავლო, აი თუნდაც ადგილზე როცა ხარ, ძალიან რთული არის რომ ესეთი რაღაცა გააკეთო. ისეთი ჩაკეტილი და ისეთი შეზღუდული არის ეს ყველანაირი სივრცე. მაგრამ რეალურად რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი გუში რასაც უყურებდი მე პირადად, აი Iran International-ს და კიდევ ვთქვათ, მანოთოზი და ასე შემდეგ. ძირითადად ვრცელდებოდა როგორი ვიდეოები, ხო, რომ ხალხი გამოდის ქუჩებში და პარტია აქვს, ანუ დიდი ეროვნული პარტია მოწყობილი და ყველა ცეკვავს. მაგრამ არავინ არ აჩვენებდა იმას, მეორე პარალელურ რეალობას, როგორ იყო ვიღაცები გამოსულება, აი მაგალითად დღეს გამთენიისას, როცა უკვე დადასტურდა თვითონ აი მეორე მხრიდან, რომ გარდაცვლილი მოკლულია უკვე რა რახბარი, იქეთ მხარეს რომ გამოსული იყო ხალხი და გლოვობდა. და დღეს ახლა აი ფაქტობრივად უკვე რაღაც აი დიდი სურათები გვაქვს, ხო? მაშჰადში არ ვლაპარაკობ ახლა თქვა, თუნდაც აი კაი მაშჰადსაც თავი დავანებოთ და ყუმს თავი დავანებოთ, რომლებიც რელიგიურ ქალაქებად ითვლება და აი ესე წმინდა შეიტური ქალაქებია და მან მოსახლეობა ყოველთვის დედამიწა სულ რომ ამოტრიალდეს, მაინც შეიტურად დარჩება. სხვა ქალაქებს შევხედოთ. იგივე ისფაჰანს შევხედოთ, რომელიც აი ვიტყოდი რომ აი ერთ-ერთი ისეთი ტრადიციული სპარსული ქალაქი არის, ძალიან სპარსული, ძალიან ისტორიული. აი იქ სხვათა შორის ვარ მეც დამყოფი და იქ ძველი დიდი მოედანი, ნახშეჯეჰანი ქვია. ძალიან დიდი მოედანი, აი ერთი თავი და მეორეში რომ გახვიდე, უბრალოდ სეირნობით მინიმუმ 20 წუთი გინდა. ეს მოედანი იყო აბსოლუტურად გადავსებული და ანალოგიური მდგომარეობა არის ბევრ ქალაქში. ანუ ისი არ არის, რომ არავინ არ ემხრობა ამ სისტემას ან არავინ არ იბრძოლებს. საკმაოდ არიან. ესე გებია. ამ ფონზე რამდენად ელოდები კიდევ დაუბრუნდეთ პრინცის საკითხს, რამდენად შეიძლება გამოჩნდეს თუ ჯერ მაინც თავს შეიკავებს. ხო, ძირითადად უფრო თავს იკავებს ხოლმე პრინცი და ეხლა ალბათ იგივე სიზას. და კიდევ ერთი თავშეკავება ვნახეთ. ირანის იმ საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ ანუ დასავლურად არისტოკრატულად არის, უბრალოდ დასავლურად არა. აი ვიტყოდი რა რაღაც არისტოკრატულად არის გაზრდილი და არ უნახავს ის რავი ცეცხლი ნახვილი და მტვერი არ უგემია არასოდეს. და არც უნდა რომ იგემოს აშკარად მაგ ადამიანს, თორე ამდენი ხანი ყოველთვის იყო მაგის შანსი. და ბოლოსკენ უკვე მაინც საერთაშორისო რეაქციებზე გადავიდით და პირველ რიგში ალბათ რუსეთზე გუშინ გაეროს სხდომას უყურებდი და ძალიან სასაცილო იყო რუსები საერთაშორისო სამართალი დაირღვაო, გაოგნებულები იყვნენ და დღეს პუტინის განცხადებაც ვნახეთ რომ ცინიკური მკვლელობა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა ისევ და ძალიან სასაცილო, როდესაც საერთაშორისო სამართლის დარღვევის მექად კრემლია პრინციპში, ხო? და ეხა განაიმას ვიძახ რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა კარგია განსაკუთრებით საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის, მაგრამ მათი რეაქცია დაახლოებით იმას გავს, თვითონ რუსეთუმეები რომ დასცინოდნენ დასავლეთს, რომ მარტო შეშფოთება შეუძლიათო, რა დასკვნა გამოგაქვს შენ ახლა უკრაინაში იმდენად დასუსტებულია, რომ სხვა არაფრის გაკეთება შეუძლია, თუ უნდა ველოდოთ მაინც რაღაცა, ასე ვთქვათ, თავის წამოყვებას. მე მგონია რაღაც ისეთი დანანებით ამბობდნენ, აი განსაკუთრებით პუტინის რეაქცია ისეთი დანანებით იყო, რომ აი თითქოს ფიქრობდა, რომ როგორ ვერ მოვიფიქრე მე თავის დროზე, რომ იგივე გამეკეთებინა და ზელენსკისთვის პირდაპირ დამერტყა. მოიფიქრა, მაგრამ არ გამოუვიდა. ჰოსტომელის აეროპორტის გვახსოვს და ცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. თუ გახსოვს, აი ნეთანიაჰუმდე ცოტა ხნით გამოვიწყდა. ისრაელის წინა პრემიერი ვინ იყო? აი ახალგაზრდა პრემიერი ყავდა. იმას ხონდა ძალიან საინტერესო ჩართვა მაშინ, რომ აი ზელენსკიზე რო იყო, ბუქარები იყო მოკლედ. ზელენსკიზე რუსეთის მხრიდან უნდოდა თუ პირდაპირ დაერტყათო და
მე დავრეკეო უშუალოდ რომ პუტინთან რომ ესე გაეკეთებინა. და მე გამოვიდა ზელენსკი და ეს ცნობილი ვიდეო რო არის რომ პრეზიდენტი აქ არის რაღაცა ეს მოედანზე რო ხო ხო მე ჩაწერავ ეს ვიდეო რაც რუსებთან დავლაგდიო ამაზე რომ ზელენსკი იაირ ლაპიდი ხო როგორც ჩანს ეხა რაღაც პუტინი ძალიან ნანობს იმას რომ იგივე რაღაც არ გააკეთა იმიტომ რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა და თურმე ბევრად ეკონომიური არის და ბევრად უფრო ეფექტურია იმიტომ რომ ვენესუელამაც ეგაჩვენა და ამანაც აი ამ ირანს ვენესუელას მაგალითზე დავდანილებით ვიცით რომ ოსტომელის სპეცოპერაცია დაახლოებით იგივე ცდელობა იყო დესანტის ჩამოსხმა პუტინის კერა და ზელენსკის მოტაცება მაგრამ არ გამოვიდა და შეეხება ლიკვიდაციას ხო რამდენად თქო ცდელობა ბანკოვის დაბომბვის ეგ არ ვიცი მაგრამ ლიკვიდაციის ცდელობები რამდენიმე იყო და იმას დავუბრუნდეთ როგორ ფიქრობ ელოდები რომ რამე აი ამ განცხადებებს გაცდება მოქმედებაში რუსეთი თუ არ გონია ხო, ძალიან რთული არის ეხლა. აი, გუშინ წავიკითხე ძალიან საინტერესო სტატია, რამდენად აიხმარება რუსული შეიარაღება, ესე იგი, ირანს ამერიკელებთან ბრძოლაში. აი, ბოლო პერიოდში ხო იყო ეს საუბარი, რომ ეს როცა ამერიკული ავიამზიდები და რაღაცები მოაწყდნენ, რომ რუსეთმა თითქოს გადასცა ისეთი შეიარაღება, რომელიც აი კონკრეტულად ამ მიმართულებაზე იყო გათვლილი. ამასთან ერთად გაჩნდა კიდე ესეთი მოსაზრება, რომ ესე იგი რუსეთს ეხა არ შეუძლია ანუ მთელი რიგი შეიარაღების მიცემა ირანისთვის, თუმცა აი ლარიჯანი რო იყო თუ გახსოვთ აი ბოლოს სანამ ეს მოხდებოდა, რამდენიმე კვირით ადრე იყო. რომ ლარიჯანი იქ შავიდა იმის გამო რომ ანუ გარდა ამ ანტისაზღვაო ესე იგი შეიარაღების ასევე ჩამოეტანა ანტისაჰაერო რომლებსაც ანუ რუსები არ იყენებენ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ესე იგი უკრაინა არ შედის ხოლმე ამ თავისი გამანადგურებლებით ან რაღაცა სიღრმეებში და უფრო მეტად ან დრონებით მუშაობენ ხო უკრაინელები და ეს შეიარაღება რომელიც რუსებს აქვს არ მახსენდება უბრალოდ არ ვარ ტექნიკოსი მოკლედ არ ჭირდებათ ანუ არ არის ეფექტური ამ დრონებთან და თითქოს მაგაზე დათანხმდნენ ლაპარაკი იყო რომ ეს შეიარაღებებზე იყო საუბარი და ჩვენს მერე გიგა იქნება ის ტექნიკურ ნაწილზე უფრო ბევრს ილაპარაკებს ხო 27-29 წლებში უნდა გადაცემოდაო ეს შეიარაღება მაგრამ დაჩქარებულად აძლევენ ახლა რუსები. თუმცა რავი, გუშინ თუ არის ჩასული ის იარაღი, რავი, იმაზე ესე იგი მნიშვნელოვანი და ეს კრიტიკული მომენტი რა უნდა ყოფილიყო, ვიდრე გუშინდელი დღე რომ გამოეყენებინათ. ნახოთ, ახლა კი დღეს გენშტაბის ხელმძღვანელის გამოსვლა ნახეთ დღეს დილით, რომ ისეთ რაკეტებს გამოუშვებთ, რომელიც აქამდე არ გინახავთ და რაღაც ესეთი მუქარები იყო. ნახოთ, ჯერჯერობით ეგ ძირითადად მაინც უფრო მუქარების ნაწილი არის. ძალიან დიდი მადლობა და ყოველთვის ასე ამონა შენი მოსმენა დროებით. დროებით. ასეთი იყო ბაკოს შეფასება, ანალიზი, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა კი უკვე გადავიდეთ დაპირებულ სამხედრო ოპერაციაზე და მის ანალიზზე, რა ძალები გამოიყენეს ჩართულმა მხარეებმა, როგორ მიმდინარეობდა ოპერაცია, რა სამიზნეები განადგურდა, როგორი იყო ირანის პასუხი, რა პოტენციალი დარჩა ირანს, რომ გააგრძელოს ეს წინააღმდეგობის გაწევა. და ასევე როგორც უკვე გითხარით, უკრაინის თემასაც ნაწილობრივ შევეხებით. როგორ ეხმარებოდა ირანი რუსეთს და რა შეცვლის ახლა თუ კი ისლამური რეჟიმი ჩამოიშალა და შეიცვალა როგორ შეიძლება ეს ელთა ბალანსი გადანაწილოს და რა შეიძლება ამ მიმართულებით შეიცვალოს გიგა უკვე ხაზზეა გამარჯობა მადლობა რომ დრო გამონახე პირდაპირ გადავიდეთ სიტუაციაზე ირანში რა ვნახეთ გუშინ რა შეერაღება გამოიყენეს რით უპასუხა ირანმა იყო თუ არა ის რის მოლოდინიც ჰქონდა ზოგადად დიახ რა ვნახეთ კომპლექსური მასშტაბური ოპერაცია ძირითადი კომპონენტი საჰაერო ძალები შეერთებული შტატების და როგორც საზღვაო ავიაცია ასევე საჰაერო ძალების საფრენი აპარატები და ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები და ასევე შეზღუდულად იყო ჩართული და არის ჩართული და ამ მომენტამდე მიმდინარეობს ოპერაცია ამერიკის მხრიდან სახმელეთო კომპონენტიც ოღონდ სარაკეტო არტილერიის სახით ესე იგი დიდი ხანია იგივე ხო ოპერაცია ყველა ადევნებდა თვალყურს და ყველა ელოდებოდა როდის დაიწყებოდა ზუსტად აი შაბათზე იყო საუბარი გუშინდელ დღეზე რომ შაბათს დაიწყებოდა სავარაუდოდ ოპერაცია მოხდა ასე დილის საათებში დაიწყო მასიური სარაკეტო დარტყმებით შეერთებული შტატების საბრძოლო ავიაცია ავიამზიდებიდან და ევროპის მიმართულებაზე არსებული აეროდრომებიდან ასევე
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული აეროდრომებიდან აფრინდა. იყო როგორც პირდაპირ გაფრენები, ასევე საწვავის ჰაერში საწვავის შევსებითაც მოხდა გაფრენები შორი მანძილებიდან. გემახსოვრება ეს სტრატოტანკერები, საწვავმზიდები, ჰაერში საწვავით შევსებით ვიფრინავები, როგორი რაოდენობით იყო გადმოსული ევროპაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც წინაპირების განმავლობაში. საჰაერო ბატონობა მოიპოვეს F-22-ებმა და F-35-ებმა, სტელის გამანადგურებლებმა. აქტიურად იყო ჩართული ისრაელის საჰაერო ძალების F-35-ებიც მათ შორის ამერიკული F-35-ებთან ერთად, რომლებიც როგორც ხმელეთიდან, ასევე ავიამზიდებიდან აფრინდნენ. გაავრცელა პენტაგონის ცენტრალურმა სარდლობამ, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ ვიდეოები და ჩანს, რომ იგივე ავიამზიდებიდან F-18-ები და F-35-ები მორიგეობით ფრინდებიან. ანუ მიაღწიეს მალევე საჰაერო ბატონობას, განადგურდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შორმანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის კომპლექსები პირველ წუთებში, პირველ საათებში, როგორც საავიაციო დარტყმების ჩორიდან, ასევე ტომაჰავკის ტიპის ფთოსანი რაკეტები იქნა მასიურად გამოყენებული ნაღმოსნებიდან, როგორც სპარსეთის ყურიდან, ასევე დაფიქსირდა ხმელთაშუა ზღვის მიმართულებიდან ტომაჰავკების გამოყენება და პარალელურად სპარსეთის ყურის მცირე ქვეყნებიდან, აი იმ ქვეყნებიდან კატარი, ბაჰრეინი და ასე შემდეგ, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს ირანი კურსნიდელს, მერე გამოიყენეს ჰაიმარსის ტიპის სარაკეტო სისტემებიც. ვიდეო დაიდო ამაზე, სხვათა შორის ჰაიმარსიდან იყო ეჭვები, რომ პირველად გამოიყენეს ჰაიმარსიდან PRSM-ის ტიპის ახალი რაკეტები, 500 კილომეტრზე მოქმედი რაკეტები, რომლებიც გამოცდების ეტაპზე იყო და აქამდე ომში არ გამოყენებულა, თუმცა ეს ვიდეოები დეტალურად დავათვალიერე და მხოლოდ და მხოლოდ კარგად ნაცნობი ატაკამსი არის გამოყენებული, ატაკამსის ტიპის ბალისტიკური რაკეტები, PRSM-ი ამ შემთხვევაში ჯერჯერობით არ გამოუყენებიათ. 300 კილომეტრიანი ატაკამსები, ანუ ირანის დასავლეთ საზღვრებთან განლაგებულ საჰაერო თავდაცვის პუნქტებს და სარაკეტო გამშვებებს დაარტყეს. როგორც იყო ოფიციალური ინფორმაცია, შეერთებული შტატების საჰაერო ძალების საფრენი აპარატები ძირითადად ირანის სამხედრო ობიექტებს და სხვა სამხედრო დანიშნულების ობიექტებს ურტყავდა და პოლიტიკურ ცენტრებს, გადაწყვეტილების მიღებ ცენტრებს ისრაელის საჰაერო ძალები ურტყავდა. არის ინფორმაცია, რომ ბლუს პიარის ტიპის აერობალისტიკური საჰაერო გაშვების 2000 კილომეტრამდე მოქმედი აერობალისტიკური რაკეტები გამოიყენა ისრაელმა. გუშინ და დაახლოებით 30 ერთეულამდე მოხდა დარტყმა იმ ადგილზე, სადაც აიათოლა ელ-ჰომენეის ის იყო, რა ქვია, რეზიდენცია. და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ლიკვიდირებული არის თვითონ ირანის ოფიციალურ პირებას და სახელმწიფო ტელევიზიას დაადასტურა დილას მერე ნახავდი სიუჟეტები. ხომ არ არსებობს რამე სტატისტიკა, ირანელებმა შეძლეს თუ არა რაღაც რაკეტების რა რაოდენობის ჩამოგდება შეძლეს თქვა და ავიაციაზე მე რაც ვნახე არაფერი არ ყოფილა, შენ ხარ აქვს რამე განსხვავებული ინფორმაცია. კი, ამაზე მინდოდა ზუსტად ეხლა ლაპარაკი. პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა არც ერთი საფრენი აპარატის ჩამოგდება, არც ამერიკის საჰაერო ძალების, არც ისრაელის. პრაქტიკულად არ ჩანს აქამდე არანაირი ვიდეო, რომ თუნდაც რაღაცა ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, როგორც არის იგლა, ხო მაგალითად ან მისი რომელიმე ირანული კლონიც არსებობს, ჩინურებიც აქვს შეერაღებაში, მომხდარიყო მისი გაშვებაც, ანუ პრაქტიკულად ვერ ხედავენ საერთოდ ვიზუალური კონტაქტი საერთოდ არ აქვს საფრენ აპარატებზე და საშუალო და შორმანძილზე მოქმედი საზენიტო სისტემები პრაქტიკულად წყობრიდან არის გამოყვანილი და დაბრუნებულია. როგორც პირველ ეტაპზე, როგორც რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით და შემდეგში უკვე ფიზიკურად არის განადგურებული უშუალოდ ის რადარები და მართვის ცენტრები, რომლებსაც აი ამ საზენიტო რაკეტების გამიზნა და გაშვება შეუძლია, ხო, თვითონ სარაკეტო გამშვები დანადგარებიც. ისედაც ირანული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა შარშანწინდელი და შარშანდელი ოპერაციების შემდეგ საკმაოდ შესუსტებული და შეთხელებული არის, გახსოვს მაშინ, რომ სწორედ ეს სამასები და მისი ირანული ანალოგები გაანადგურეს ძირითადში, ანუ ის სისტემები, რომელსაც მეტნაკლებად ჩორმანძილზე შეეძლო ამ დასავლური გამანადგურებლების ჩამოგდება, ხო, ან დიდი ომის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა არც რაღაცა ფთოსანი რაკეტების გადაჭერა, იგივე ტომაჰავკების ჩამოგდება, ანუ ირანს ტექნიკური საშუალება აქვს, რომ
თუნდაც ტომაჰავკები ჩამოაგდოს ფრენის პროცესში, როგორც უკრაინელები აგდებენ რუსულ ფლოსაინ რაკეტებს. ანუ ფლოსაინ რაკეტა ზოგადად არ არის ჩამოაგდებელი საბრძოლო საშუალება. კი არა, გადასატანის სისტემითაც შეიძლება ჩამოაგდება, მაგრამ ამ ყველაფერს ორგანიზება და მართვა ჭირდება, ხო? აი აქ აქვს უკვე პრობლემა, უკვე არის ინფორმაცია, რომ სერიოზულად არის მორღვეული მართვის სისტემა შეიარაღებულ ძალებში და ძირითადი სამიზნეები მაინც ის რადიკალური ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის ისინი არის. ობიექტები არის, აქ სამხედრო ძალები მაქსიმალურად დეცენტრალიზებული არის და გაშლილი არის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ აქვს საკუთარი საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები და ძირითადი ძალა მაინც მათი არის ბალისტიკური რაკეტები და სწორედ ამას უფრთხოდნენ ომამდე ისრაელის შეერთებული შტატების და უდიდესი რაოდენობის პრაქტიკულად აქამდე ასეთი რაოდენობა არ დაფიქსირებულა რეგიონში შეიჭრეს. სანამ მაგ ბალისტიკურ რაკეტებს გადავალთ, ერთი კითხვაც მინდა დაგისვა. რამ განაპირობა ამერიკის და ისრაელის ესეთი უპირობო ბატონობა ცაზე თუ აი ამ ოპერაციაში? ეს იყო ტექნოლოგიები, ეს იყო მართვა, ეს იყო კომბინირებული, ანუ ხო, რა თქმა უნდა, მაღალ ტექნოლოგიური სისტემები, ზუსტად დასავლური ავიაცია, იგივე მხოლოდ ავიაციაზე რომ ვილაპარაკოთ, ეგ ზოგადად სამხედრო ტექნიკაც ზოგადად, მაგრამ ავიაცია განსაკუთრებით დასავლური ავიაციის მაღალ ტექნოლოგიურობაზე როცა ვლაპარაკოთ ხოლმე ხშირად, ეს არის სწორედ მისი მაღალ ტექნოლოგიური, ეს არის მაგისი შედეგი ბრძოლის ველზე. მაღალ ტექნოლოგიური რადიოელექტრონული საბორტე, რადიოელექტრონული დაცვის სისტემები, შორმანძილიდან მოქმედი ზუსტი დამიჯნების საბრძოლო მასალები და Link 16-ის სისტემაზე მომუშავე ერთიანი მართვის სისტემა, სადაც ყველა საფრენი აპარატი ერთმანეთთან არის დაკავშირებული არის AWACS-ებთან და live რეჟიმში, დროის online რეჟიმში ხდება აი ამ საჰაერო დაჯგუფებების მართვა, ანუ სწორედ იმას აკეთებენ, რისი გაკეთებაც უნდოდა უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რუსულ საჰაერო ძალებს, მაგრამ არ გამოუვიდა, ვინაიდან ეს ერთი ხელის მოსმით არ კეთდება და წლები ჭირდება ზოგადად ამ სისტემების ჩამოყალიბებას. ეს სისტემა არის ისრაელის საჰაერო ძალებშიც, IDF-ში, შეერთებულ შტატებში და ნატოს წამყვანი ქვეყნებში ზოგადად დასავლური ავიაციის მთელი პლუს სწორედ ამაში არის არსებული საბრძოლო საშუალებების შესაძლებლობების მაქსიმუმს წურავენ ბრძოლის ველზე თანამედროვე მართვის სისტემების გამოყენებით. ანუ სანამ თვითმფრინავი შეფრინდება რაღაცა არეალში, წინასწარ იცის სად რა სამიზნე არის, რომელ სამიზნეს რა მოქმედების არეალი აქვს, საშიში ზონები საიდან არის და წინასწარ ხდება სწორად საბრძოლო მასალის შერჩევა, ანუ იმ მიმართულებაზე იმ საზენიტო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც საბრძოლო მასალა ჯობია და ეს ყველაფერი კომპლექსურად დებს უკვე შედეგს რა და მინიმალური დანაკარგებით ხდება ირანის პასუხზეც გადავიდეთ, იგივე ზაფხულის ოპერაციისგან განსხვავებით, ეხლა გაცილებით მოკლე დროში შეძლეს საპასუხო დარტყმების განხორციელება, მათ შორის გუშინ გვიან საღამოს ფათაჰ-1-ის ჰიპერბგერითი რაკეტის გამოყენებას ვნახეთ, რა შედეგი მოიტანა ამაზე, თუ არის ცნობილი, ზოგადად აი ეს პასუხი, რამდენად ის იყო, რასაც ველოდით, უფრო მეც ველოდით, თუ ამდენსაც არ ველოდით. რა თქმა უნდა, უფრო მეტი იყო მოსალოდნელი რომ არა ის წინა გასული 2 წლის ოპერაციები, როცა ძალიან შეთხელდა ირანული სარაკეტო გამშვების რაოდენობა, მაგრამ ეხლანდელი პასუხიც ეხლა სუსტი თქვა თუ არ არის, მაგრამ ამერიკული წეღარაძის ვიძახდი, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტები სრული დატვირთვით მუშაობენ ისრაელის მიმართულებაზე, ყურის ქვეყნების მიმართულებაზეც, პლუს გაშლილი არის აქ ზღვაში უკვე IGC სისტემის მქონე საზღვაო ხომალდები, რომელიც სტანდარტის ტიპის რაკეტებით ხიან მიზნებს სხვადასხვა მანძილებამდე, მაგრამ ხედავთ, რომ გარკვეული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტები მაინც აღწევენ. დუბაიში ჩამოვარდა საკმაო რაოდენობა, აბუ-დაბიშიც, ბაჰრეინშიც, კატარშიც. ხო, კატარში მათ შორის ამერიკულ ბაზას დაეცა. ეს რას მივაწოდოთ? იგივე ამერიკულ საზღვაო ბაზას კატარში თუ ბაჰრეინში, ბაჰრეინში იყო შაჰიდას 36 მოხდა საზღვაო რადიოლოკაციურ სადგურს. ბაზების დიდი ნაწილი დაცლილი არის, რაღაცა თითოეულა სპეციალისტი არის, სადღაც შეიძლება შემორჩენილი, თუ სადმე არის პირადი შემადგენლობა, ბუნკერებში არიან ჩასულები. ძირითადი ნაწილი ამ რაკეტებისა მაინც უფრო ისრაელზე არის მიმართული, ჩამოვარდა იერუსალიმშიც, თელ-ავივშიც და კი ხედავდი ახლა ვიდეოებზე. ფათეჰ-1-ზე როცა რომ მკითხე, ეს არის ფათეჰ-1 არის ირანული ჰიპერბგერითი რაკეტების პირველი თაობის წარმომადგენელი, რომელიც შედარებით დიდი რაოდენობით ჰქონდათ ნუსხებთან შედარებით, სხვა ჰიპერბგერითი რაკეტებთან შედარებით, არის ფათეჰ-2-ებიც არის.
ჰიპერბგერთი გლაიდერით, რომელიც ფრუნტიზზე ჩამოსასვლელი უნდა ქონდეთ. ფატე-ჰერთები 2024-შიც გამოიყენეს და 2025-შიც და მასში რამდენიმე ცალი გაუძვრა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, მათ შორის ისრაელისაც და იერუსალიმშიც ჩამოვარდა და თელ-ავივშიც, როგორც მახსოვს. ამ შემთხვევაში ჩამოაგდეს ყველა რაკეტის გადაჭერა მოხდა, მაგრამ აი ფატე-ჰერთისგან განსხვავებით იყო რაღაცა სხვა რაკეტები, რომელიც მაგალითად იგივე ემირატებში და საუდის არაბეთში ჩამოცვიდა იმის მიუხედავად, რომ პეტრიოტ პაკ-3-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები თითო რაკეტაზე სადღაც იყო ვიდეო, რომ 4-5 რაკეტაც კი გაუშვა, მაგრამ მაინც მოხდა ჩამოვარდა. ანუ აქ კიდევ და კიდევ ჩანს ის ჩვეულებრივი მოცემულობა, რაც არაერთხელ მithქვია სხვა ვიდეო გადაცემებში, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ზოგადად და საჰაერო თავდაცვის სისტემაც ნებისმიერი ქვეყნის ყველაზე საუკეთესოს რო ავიღოთ, 100%-იან გადაფარვას, 100%-იან ქოლგას ვერსად ვერ უზრუნველყოფს. კი ხედავ რუსეთს რამდენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა აქვს, მაგრამ პრიმიტიული უკრაინული კამიკაძე დრონებიც მაინც როგორ შედიან სტრატეგიულ სიღრმეებში. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ იგივე ამერიკული ნორადის სისტემაც ერთიანი საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტები რაშიც შედის, ეს ნორადის სისტემაში შემავალი კომპონენტებიც კი ვერ უზრუნველყოფენ იგივე ჩრდილო ამერიკის საჰაერო სივრცის 100%-იან დაცვას. არათუ ახლო აღმოსავლეთში, სადაც ირანი ახლოს არის და ათასობით სხვადასხვა ტიპის ახლო საშუალო და შორმანძილზე ფრენი ბალისტიკური რაკეტის წვდომის არეალში ისვრის ამ რაკეტებს. აქ როგორი თემა არის, იცი, ანუ ერთი არის ირანის ბალისტიკური რაკეტების მარაგი როგორი არის, ანუ პირდაპირ ვიძახდნენ, რომ აი ამდენი რაკეტა, 6000 რაკეტა აქვს მარაგში. ეს არ ნიშნავს, რომ 6000-ზე გაშვება ერთად შეუძლია. აქ საუბარი არის უშუალოდ გამშვები რამდენი აქვს. იმ გამშვებებზე რაკეტების ჩატვირთვას რა დრო ჭირდება? პერსონალი როგორ დონეზე არის მომზადებული, ის კონკრეტული არეალი როგორ მუშავდება მე იმ კონკრეტულ დროის კონკრეტულ სიტუაციაში მოწინააღმდეგის ავიაციით, დრონებით არის თუ არა გადაფარვა ამ მიმართულებაზე. ანუ ორგანიზებაში და აი ამ რესურსების მენეჯმენტში არის ასე ვთქვათ საქმე, ანუ რამდენის გაშვებას, როგორ და საიდან მოახერხებენ და როგორი კონფიგურაციის რაკეტებით და მე ამას რო გაუშვებენ, იქ რა დახვდება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტი, როგორი მზადყოფნაში დახვდება. ნუ 10000 რაკეტი ნიშნავს, რომ 10000-ის გაშვებას მოახერხებენ, ან თუნდაც ნახევარის გაშვებას მოახერხებენ და ყველა მიფრინდება მიზნით. იმ ყველაფერთან გამომდინარე, რა ინფორმაციაც უკვე გავრცელებული არის, რა შეიძლება ითქვას, რა პოტენციალი დარჩა ირანს წინააღმდეგობის გაწევის, თუ შეგვიძლია ვივარაუდოთ კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ოპერაცია და რა დარჩა გაცხადებული მიზნების მიღწევამდე ამერიკელებს და ისრაელელებს. ნუ ირანს რაც შეუძლია ერთადერთი თეორიულად პრაქტიკულად დიდი ნაწილი განადგურებული არის გადაწყვეტილების მიღების, მაგრამ იგივე თავდაცვის მინისტრიც და ეს ისლამური რევოლუციის გუშაღთა კორპუსის ხელმძღვანელიც უკვე ჩაანაცვლეს, ერთადერთი ვინც ჩაანაცვლებას ესე სწრაფად ვერ მოხდება აიათოლა არის, რა თქმა უნდა. მოკლედ გააგრძელებენ ამ რაკეტის გაშვებებს შემდეგი დღეების განმავლობაში და იქნება დამოკიდებული იმაზე, რა ინტენსივობით იქნება დასავლეთის მხრიდან საავიაციო დაბომბვები. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად უკან წავა, შეიძლება რამდენიმე კვირას დაჭირდეს, ამას გააჩნია როგორ განვითარდება თვითონ შიგნით თეირანში სიტუაცია. იყო ინფორმაცია, რომ პირდაპირ ავტომატებიდან და ტყვიამთქოებიდანაც დაცხრილეს გუშინ გამოსული მომიტინგეები. მოკლედ აქ ახლა საჭირო არის, რომ დიდი რაოდენობით სერიოზული იარაღი ჩაიგდონ ოპოზიციურად განწყობილმა მოქალაქეებმა ხელში ირანში, თეირანში და დაუპირისპირდნენ სამთავრობო ძალებს. აი ამაზე არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად ჩამოიშლება ირანის ხელისუფლება, იმიტომ რომ პირადი შემადგენლობა ახლა ოფიცრები საკმარისად ყავთ, რომ ყოველი განადგურებული თანამდებობის პირი ჩაანაცვლონ რამდენიმე საათში და გადაწყვეტილება მიიღოს ვიღაცამ. ანუ რესურსები ძალიან დიდი აქვს, ამ რესურსების დიდი ნაწილი მიწისქვეშ არის, ანუ სარაკეტო გამშვებების დიდი ნაწილიც რა თქმა უნდა ჯერ ისევ სახეზე არის, ანუ შემდგომი დღეები აუცილებლად იქნება საჭირო დაბომბვების გაგრძელება. ალბათ აქ აუცილებლად ჩაერთვება ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაციაც, მათ შორის შეიძლება მძიმე ბეტონგამტანი ბომბები ისევ გამოიყენონ, იგივე მოპები ბიორებიდან, ბიო-52-ებით შეიძლება ვიხილოთ.
და სახმელეთო კომპონენტში ისევ და ისევ სარაკეტო სისტემებით გააგრძელებენ დამუშავებას ეს ჰაიმარსები მოსაზღვრე რაიონებში. ხო და ცენტრალურ იმაში ისევ ტომაჰავკები და ავიაცია იმუშავებს. ნუ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა რა თქმა უნდა მოშლილი არ და დროის ამბავია მოკლედ რამდენი ხანში ჩამოიშლებიან. ესე გადაჭრით ვერ ვიტყვით რაღაც ვერც ერთ კვირას, ვერც ორ კვირას და ვერც ერთ თვეს რა. გასაგებია, შენ უკრაინა ახსენე და მოდი გადავიდეთ ამ საკითხზე. ისლამური რეჟიმი რით ამარაგებდა რუსეთის ფედერაციას, როგორი იყო ეს ინტენსივობა და მისი ჩამოშლის შემთხვევაში რაზე გადაეკეტება რუსეთს წვდომა და როგორ შეცვლის ეს ფრონტზე მდგომარეობას. ესე იგი, პირველ ეტაპზე ყველას კარგად ახსოვს შაჰიდა 36 რომელიც ბაზაზე შექმნეს და ადგილობრივი წარმოება გამართეს და მის ბაზაზე შექმნეს გერანორები რუსებმა, რომელიც სტრატეგიულ დონეზე ძირითადი საფრთხე არის დღემდე რუსეთთან მომავალი უკრაინის წინააღმდეგ. ნუ შემდეგ ეტაპობრივად გერანორების წარმოება რო დაიწყო, ირანიდან შეწყდა დრონების მიწოდება, ხოლო რაღაცა კომპონენტები შედიოდა, იგივე ძრავები და სხვადასხვა ელემენტები. აწვდიდნენ საბრძოლო მასალებსაც გარკვეულ ეტაპზე, მერე ეს გადაიბარა ჩრდილო კორეამ. დაფიქსირდა ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაც 700 კილომეტრზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებიც მიაწოდეს ერთი პერიოდი, მაგრამ რაღაცა მასიურად ირანულმა შეიარაღებამ რუსეთის არმიაში ესე ვერ მოიკიდა ფეხი და არ გავრცელებულა, ვინაიდან ნუ რუსეთმა ეტაპობრივად ამოქარჩა საკუთარი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და სადღაც მთელი მიმართულეებზე იგივე 3-ჯერ და 4-ჯერაც გაზარდა წარმოება, ვინაიდან ომი გაიწელა წლობით და ეს რა თქმა უნდა მოსალოდნელიც იყო. ბოლო პერიოდში, აი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, თუნდაც ბოლო 2 წელი რო ავიღოთ, რაღაცა სერიოზულ სისტემებს ირანი რუსეთს აღარ აწვდიდა. პირიქით უფრო რუსეთზე იყო მიჩერებული, რომ რაღაცა გამანადგურებლები ან იგივე შორმანძილზე მოქმედი, ან ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო, ხო, იგივე ტორების მოთხოვნები იყო, პანცირესერთებზე იყო მოთხოვნები და ასე შემდეგ. რუსეთის საბრძოლო რესურსებზე მაინც და მაინც დიდ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ თუ ირანში ყველაფერი შემოტრიალდა და იგივე შაჰი დაბრუნდა, შაჰის მმართველობა დაბრუნდა, ირანი იქნება, ну, რა თქმა უნდა, პროამერიკული ქვეყანა გახდება, როგორც იყო ფეჰლევების პერიოდში, ისლამურ რევოლუციამდე და საერთოდ არ გამოურიცხავ იმას, რომ იგივე ირანის სამხედრო სამრეწველო სისტემამ შეიარაღების მიწოდება უკვე უკრაინას დაუწყოს, თუნდაც შეერთებული შტატების გავლით და ირანული კამიკაძე დრონები და სადაზვერვო დრონები, რომელიც პირველ ეტაპზე რუსეთის შეიარაღებაში ჩანდა, ამჯერად უკრაინის შეიარაღებაში გამოჩნდნენ. იგივე საარტილერიო საბრძოლო მასალები და უამრავი სხვადასხვა სისტემები აქვს, რომელიც გამოადგებოდა უკრაინას. ანუ ესეთი მკვეთრი შემოbrunებები ხდება ხოლმე და სრულიად მოსალოდნელია, რომ ეს ვიხილოთ მალე. და ბოლოს მოდი ავხსნათ ბალისტიკური რაკეტის სპეციფიკა, იმიტომ რომ ჩვენ უკრაინაშიც და მათ შორის ეხლა ვნახეთ, რომ მისი ჩამოგდება ყველაზე რთულია. რა რთულებს აი ამას? რატო არის ასეთი ძნელი ბალისტიკის ჩამოგდება? თანამედროვე ბალისტიკური რაკეტები მყარსაწვოვიანი რაკეტები არის, აქვთ მანევრირების პოტენციალი, ანუ მანევრირების შესაძლებლობა აქვთ ტრაექტორიის სხვადასხვა ეტაპებზე. სიჩქარე მაღალია განსაკუთრებით ბოლო ეტაპზე, ზოგ შემთხვევაში სიჩქარეს აგდებენ ბოლო ეტაპზე იგივე როგორც ისკანდერი და მანევრი რაკეტსაწინააღმდეგო მანევრებს იწყებენ. ადიან როგორც წესი მაღალ სიმაღლეებზე, ანუ ატმოსფეროს მაღალ სიმაღლეებზე და ატმოსფეროს ზემოთ და ხშირ შემთხვევაში კოსმოსშიც კი გადიან და კოსმოსური სივრციდან შემოდიან რაკეტსაწინააღმდეგო მანევრებით. ნუ ჩამოგდების სირთულე ხშირ შემთხვევაში სტელს ტექნოლოგიით არის ხოლმე რაკეტის კორპუსი შემუშავებული და რთული არის რადიოლოკაციური სადგურების მიერ მისი ზუსტად ჩაჭერა და ზუსტად იდენტიფიკაცია თუ რა ადგილზე არის რაკეტის გამიზვნა შემდეგში მათზე და ძირითადი მაინც არის სიჩქარე, ანუ დიდი სიჩქარით შემოდიან იმ არეალში, რა არეალშიც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები წვდებიან. მოკლედ ძალიან ბევრი სხვადასხვა ცვლადზე არის დამოკიდებული, როგორ მოხდება ჩამოგდება ბალისტიკური რაკეტის როგორი მოდიფიკაცია არის, რომელი თაობა არის და აქვს თუ არა რაკეტსაწინააღმდეგო მანევრირების თვისებები და ასე შემდეგ. ნუ ფთოსანი რაკეტები მარტივი ჩამოსაგდებია ბევრად ბალისტიკურთან შედარებით, მაგრამ ნუ აქაც არის თანამედროვე ფთოსანი რაკეტები ბევრი, მაგალითად ამერიკული ტომაჰავკის ბოლო მოდიფიკაციები, რუსული ხა-1 თუნდაც სტელს ტექნოლოგიით არის შემუშავებული და რთულად ჩანს იგივე რადარებზე, მაგრამ მაინც მეტნაკლებად ჩამოგდებადი არის. ბალისტიკურების შემთხვევაში ცოტა რთულად არის უფრო საქმე. მადლობა. დავაკვირდეთ ერთად ირანში განვითარებულ მოვლენებს და რაღაცა პერიოდის მერე ისევ შევხმიანდეთ. მადლობა დროებით.
ასეთი იყო დღევანდელი ეპიზოდი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. მადლობა ჩემს რესპონდენტებს, მადლობა თქვენ ყველას, ვინც უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ბუნებრივია, გავაგზავნებთ დაკვირვებას იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ირანში. აქვე არხის ერთ გულმაყურებელს ვეთქვი, რომ თებერვლისთვის უკრაინის შეჯამება არ დამიწყებია, როგორც კი ოდნავ მიტყლარდება ირანში მოვლენები, შემდეგ უკვე გადავალ და შემოგთავაზებთ უკრაინაში მიმდინარე ომის თებერვლის თვის სტატისტიკას და ანალიზს, რა მოხდა, რა წინსვლა ჰქონდათ მხარეებს, როგორ განვითარდა მოვლენები. ასე რომ დაელოდეთ ამ ეპიზოდსაც. მოკლედ დღევანდელი დღე ასეთი იყო. ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, ყველას ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. ძალიან გთხოვთ, თუ ჯერ არ დაგილაიქებიათ ვიდეო, დაალაიქეთ, კომენტარებში გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, ასევე გააზიარეთ ვიდეოები თქვენ სოციალურ ქსელებში. ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწირული, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწიროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ეს დაეხმარება არხს განვითარებაში. განსაკუთრებული მადლობა შემომწირველებს, დონაციის ავტორებს, რომლებიც ხართ არხი მხოლოდ დონაციით ფუნქციონირებს, თქვენთვისაც გაქვთ დონაციის სურვილი. აღწერაში ანგარიშის ნომერია, შესაბამისად შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის დონაცია. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, დროებით ნახვამდის.